ტაილანდში ყოფნის ჩემი დრო ამოიწურა და მივდივარ ლაოსში. ლაოსში წასვლის ორი გზა არსებობს აქედან, ჩიანგრაიდან. ერთი არის ნელი ნავი, რომელიც 2 დღის განმავლობაში დადის და მე ნამდვილად არ მინდოდა ღამენავზე ყოფნა. და მეორე გზა არის ავტობუსი. ანუ ამ სოფლიდან ქალაქიდან ვერც მივხვდი რა არის პროვინცია ჩიანგრაი. აქედან უნდა წავიდე საზღვრისპირა სოფელში, ლაოსის საზღვართან ავტობუსით და მერე საზღვრიდან ჩემით უკვე ამ პროცედურებს გავივლი, ვიზას ავიღებ და გადავალ ლაოსში და იმ სოფელში დავრჩები ერთი ღამე და მერე ვფიქრობ ხვალ ალბათ გადავიდე ქალაქში. ხო და წამოდით ჩემთან ერთად გავიაროთ ეს გზა და იმედია გზაში არაფერს გადაღება არ დამოვიწყდება. ძალიან ცოტა მეძინა, მაგრამ საშინელად ვიცი და წავედით. მოვედი ჩიანგრაის ავტობუსების სადგურზე, საიდანაც დავიძარი უკვე სასაზღვრო პუნქტისკენ. ავტობუსში გადავიხადე დაახლოებით 7 ლარი, ფასებს ზუსტად ვერ ვიმახსოვრებ ხოლმე სამწუხაროდ. ავტობუსი არც ისე კეთილმოწყობილი იყო და მსგავსი არაკეთილმოწყობილი ავტობუსი ტაილანდში პირველად ნახე სხვათა შორის. გზა იყო დაახლოებით 3 საათნახევარი და ძალიან ლამაზი იყო მიმდებარე ტერიტორია და ხედები. გზაში გავუარეთ რამდენიმე ტყეს, სოფლებს, დასახლებებს და სხვათა შორის ამ ტყეების პირას იდგა უკარგესი, უტკბილესი სუნი, რომელიც ვერ მივხვდი ზუსტად რა მცენარის იყო. კიდევ კარგი გზაში წამოღებული მქონდა ყავა და სენდვიჩი, იმიტომ რომ ძალიან მომშივდა. მქონი რაღაცა უკვე ამერია. მქონდა მოდა. მოკლედ ეს არის ტაილანდის სასაზღვრო პუნქტი, სადაც ჩამივტყეს პასპორტში ბეჭედი. აქ მოვა ახლა 9 საათში ავტობუსი, რითიც წავალთ უშუალოდ ლაოსის სასაზღვრო პუნქტში. ლაოსის ვიზა ღირს $40 და აქ ბილეთი რო ვიყიდე აი ამ ავტობუსის, რომელიც ეხა წამიყვანს ლაოსის სასაზღვრო პუნქტზე. ამქამ მომკითხა რომ თუ $1 არ გაქვსო, იქ ბატებს არ იღებენო და აქვე შეგიძლიაო გადაცვალო $-ში და გადამიცვალა. ხო, ჯერ არ ვიცი კიდე იქით რა დამჭირდება, მაგრამ თავარია $1 ავიღე ვიზისთვის. That's it. ზოგადად ძალიან არაადეკვატური ვარ თანხებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცებს ისევ ხარჯავ, ხოლმე ვერ ვითვლი და მავიწყდება რაში რამდენი გადავიხადე და მერე ამისი თქმა დაახსნა უფრო მიჭირს. ამიტომ აქ დავწერ, ანუ საბოლოოდ ამ ვიდეოს ბოლოს ვიტყვი რა დამიჯდა და სად რამდენი გადავიხადე, იმიტომ რომ ეხლა მართლა არაფერი არ მახსოვს. საკმაოდ საყვარელი ადგილია და ძალიან სიმშვიდეა, ამიტომ შემიძლია რომ უბრალოდ მშვიდად დაველოდო. არავინ ამასულა, ამიტომ ვარჩო კარგად გიხოს. ძალიან მოკლე მგზავრობა იყო, ანუ ლიტერალი 10 წუთი. Vienen ხოლმე. Lemon kilo მე ხანდა. ცოტა მომატყუო ფულში, მაგრამ დავიკითხეთ. ცოტა სახიფათო ჩანს, როცა უბრალოდ ადამიანს აძლევ $40 იმისთვის, რა ქვია, ვიზისთვის, მაგრამ რაღაცა ეგრე არის აქაურობა მოწყობილი. რა ვიცი, ადამიანები დადიან ყოველგვარი ბეჯის და რაღაცების გარეშე და რაღაცებს გავსებინებენ ფულს გართმევენ, მერე გაგიშვებენ. მოკლედ გადმოვკვეთე საზღვარი და სასაზღვრო პუნქტიდან წავედით საზღვრისპირა სოფელში, რომელიც იმედია სწორად ვამბობ, რომ გამოითქმის როგორც ხოისან. ეს ტუკტუკიც დაახლოებით 9 საათი მიდიოდა სოფლამდე, თუ სწორად მახსოვს და იმდანაც ცოტა გადავიხადე, რომ არ მახსოვს, რადგან თვითონ ლაოსში არის საშინელი ინფლაცია და 100,000 ლაოსური კიპი არის დაახლოებით 12 ლარი, ამიტომ ერთი თვე ლაოსში ისე გავატარე, თითქმის ვერ ვითვლიდი სად რამდენს და რაში ვიხდიდი. ჩამოვედი. ინტერნეტი ცუდად იჭერს.
მთელი გზა არ იჭერდა და მეთქი ეგ არის და მე ხა ვერ მივახწევ, მაგრამ მოვედი. ქალაქში ვარ და ეხლა მოვძებნი სად არის ჩემი ჰოსტელი. როგორც იქნა ვიპოვე ჩემი სასტუმრო და დავჩექინდი, საკმაოდ საყვარელი სასტუმრო იყო და ძალიან კარგი ოთახი შემხვდა. ამ სოფელში რამდენიმე დღის გატარება მქონდა დაგეგმილი, მაგრამ იმდენად არაფერი სანახავი და გასაკეთებელი ამ სოფელში არ აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე მხოლოდ ერთი დღე დავრჩენილიყავი და მეორე დღეს უკვე წავსულიყავი ერთ-ერთ ქალაქში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ერთ დღეში უბრალოდ ეს ერთი ქუჩა ჩამესეირნა და მენახა რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სოფელი საკმაოდ დიდია, მხოლოდ ეს ერთი ქუჩა არის შედარებით კეთილმოწყობილი საკვები ობიექტებით და ჰოსტელებით, იმიტომ რომ თითქმის ყველა ტურისტი ზუსტად იგივე მიზნით იყენებს ამ სოფელს, რომ გადმოკვეთოს საზღვარი და მერე უკვე წავიდეს ქალაქებისკენ. ჩეკინის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მშიოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავსულიყავი და რამე საჭმელი მეპოვა. იმ ბარიდან რო ჩამოვედი, ძაღლი გამომეკიდა. თან სიბნელე იყო და მე გამოვიქეცი. არ მიყებდა. მაგრამ მე პატრონი გამოეკიდა. არც საში იყო თუ არა, მაგრამ იმის ხმა მისმოდა საყელურის, ანუ რაც უკეთი არა, ჯაჭვის არა, მაგრამ ანუ რაღაც ეგეთი საკიდის. და მოურბოდი და უყვიროდი. ოღონდ ძალიან ხმამაღლა არა. მაგრამ პატრონი გამოეკიდა მე და ამ პატრონმა გამომხედა შემამოწმა, რომ ხო გამოვიქეცი. Oh my god. დღეს დილით დამაგვიანდა ავტობუსზე, უფრო სწორად დაგვიანება არ ქვია, 7-ზე გადიოდა ავტობუსი და მე გამაღვიძეს 10-ზე. ჩეკაუთი გაქო, მეთქი კაი დავრჩები, ოღონდ დამაძინეთ. და მერე დავჯავშნე საღამოს ავტობუსი, რომელიც მგონი არის sleeping bus-ი. საიტზე ეწერა, რომ ჩადიოდა დილის 9-ზე და ბილეთი მომცეს ახლა ფურცელი. და ბილეთი მომცეს ახლა ფურცელი, რომელზეც წერია, რომ ჩავდივარ დილის 6-ის ნახევარზე. დილის 6-ის ნახევარზე რა ჯანდება გავაკეთო არ ვიცი. მაგრამ let's see. სხვათა შორის არის რაღაც თავგადასავლისებური ამ გამოცდილებაში, თუმცა კომფორტის მხრივ ნამდვილად არ იყო კარგი. საბედნიეროდ მე ზოგადად ავტობუსები და ავტობუსით გზაში ყოფნა მომწონს იმაზე მეტად ვიდრე ფრენა მაგალითად. ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გავჩერდით საჭმელად, საპირფარეშოში და ასე შემდეგ. თავიდან როცა ვნახე რა მანძილი იყო იმ ქალაქამდე, არ იყო ძალიან შორი, ამიტომ დამაეჭვა იმ ფაქტმა, რატო ჭირდება ამ გზის დაფარვას თითქმის მთელი ღამე. მაგრამ გზაში მივხვდი რატომაც ჭირდება, იმიტომ რომ გზის ნახევარზე მეტი იმდენად ცუდი გზა იყო, რომ მართლა არ ვიცი ტვინი შეერყევა როგორ არ დამემართა.
გარდა მაგისა იყო საშინელი სუნი და მთელი ღამის განმავლობაში ჩემ უკან მჯდომი ვიღაც ახველებდა საშინლად. ყველა წავიდა და ისე მეძინა ვერავინ ვერ დავიდა. დიდი ხანი გაჩერებაზე ვარ. დილის 8 საათია. აგერ ჩემი ავტობუსი და აგერ არიან ტუკტუკები. და მივდივარ წავიდა ჰოსტელში. ძალიან მეძინა. დაჯავშნილი მქონდა მედმანქის ჰოსტელი ლუანგ პრებანგში. მედმანქი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელური ჰოსტელები აზიის გარშემო. თითქმის ყველა პატარა ქალაქში და დიდ ქალაქში შეხვდებით მედმანქის ჰოსტელებს და გამორჩეული არის იმით, რომ არის საკმაოდ კომფორტული, არ არის ძვირი, თითქმის ყველას აქვს აუზი, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს. ეს არის ფართი ჰოსტელები. ანუ თითქმის ყოველღამე, კი არა და ყოველღამე აქ არის ფართი. დალევა, ჭამასმა, გართობა, თამაშები და ასე შემდეგ. აქ უბრალოდ გათვალიერებინებთ, როგორ გამოიყურებოდა ჩემი დორმი, დავჯავშნე ერთი კვირით, ერთი კვირით. უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ხოლმე, საკმაოდ კომფორტული, ძალიან სუფთა, მოწესრიგებული და კარგი იყო, მოკლედ, არ ვუჩივი, თუმცა არ ვიცოდი, რომ ძალიან დამღლიდა. აქ დავამთავრებ ამ ვლოგს, იმედია რომ მოგეწონათ. და TikTok-ზე და Instagram-ზე დაგხვდებათ 3 ნაწილიანი ვიდეო იმის შესახებ თუ როგორი არის ლაოსი, პოლიტიკური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა და მოკლედ ძალიან კარგი ვიდეო იქნება, რომელიც იქნება 3 ნაწილიანი. კი, მედმანქიმ ძალიან დამხარა.